მოგესალმებით, ძვირფასო თანამემამულენო. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ და შევაჯამებთ 2025 წლის აზერბაიჯანის ეკონომიკას. მსგავსი ასევე შეჯამებები და ანალიზი გვექნება სხვა ქვეყნების მიმართებით ჩვენს რეგიონში და შევეხებით რიგ ქვეყანას. განსაკუთრებით თქვენ თუ დაგაინტერესებთ რომელიმე ქვეყანა, შეგიძლიათ მომმართოთ და ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გავაკეთებ ანალიზს. ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნება აზერბაიჯანის ეკონომიკის მიმოხილვა, ასევე გვექნება თურქეთის ეკონომიკის მიმოხილვაც, რუსეთის, სომხეთის სამომავლოდ ეტაპობრივად ამ ყველაფერს გავაკეთებთ და ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო საკითხია. დეტალური მიმოხილვა გვექნება, რა თქმა უნდა, ვეცდები გავითვალისწინო ის ფაქტორი, რომ ყველა ვინც ამას მოусმენს არ არის ნამდვილად ეკონომისტი და შესაბამისად უნდა გარკვეული დეტალები აღხსნა, თუმცა ზუსტად მაგას გავაკეთებ და უნდა ვთქვათ, რომ 2025 წელს პრინციპში აზერბაიჯანული ეკონომიკა გამოირჩევა სტაბილური ზრდით, თუმცა ეს ზრდა მკვეთრად შემცირებულია 2024 წელთან შედარებით. კერძოდ, 2024 წელს ზრდა იყო 4,1% და 2025 წელს ამთავრებს ახლა აზერბაიჯანი დიდი ალბათობით საბოლოო მონაცემები კიდევ იქნება, თუმცა დიდი ალბათობით 1,9% ზრდით. ეს ზრდის შემცირება დაკავშირებულია ნავთობის მოპოვების შემცირებასთან, ისევე როგორც მთლიანად არანავთობის სფერო, ასეთი სახელი აქვს. არა მხოლოდ აზერბაიჯანს ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებში არის ასეთი ტერმინი. არანავთობის და გაზის სექტორი ეკონომიკის. აი ეს სექტორიც საკმაოდ შეიძლება ითქვას პასიურია ამ მომენტისთვის აზერბაიჯანში, შესაბამისად ყლება აქედან გამომდინარეობს. გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ გლობალურ პრინციპში გაურკვევლობას ეკონომიკურ ვითარებაში და ასევე შემცირებულ საჯარო და საერთაშორისო ინვესტიციებს აზერბაიჯანში. ამ პერიოდში ამით არის გამოწვეული შემცირება. მიუხედავად შემცირებისა, ზრდის ინფლაცია საკმაოდ კონტროლის ქვეშ იმყოფება აზერბაიჯანში. 2022 წელს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინფლაციის 4,6% არის ეხლა 2025 წელს და პრინციპში შეესაბამება აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სამიზნე პროცენტს, რომელიც არის 4% პლუს მინუს 2%-ის ფარგლებში. რეალურად გამოდის, რომ 4,6-ით ცოტა უფრო მეტი არის, ვიდრე 4 მათი სამიზნე, თუმცა რეალურად მაგ ფარგლებში ჩნდება. ამის შედეგად აზერბაიჯანის საპროცენტო განაკვეთი აზერბაიჯანში ამ მომენტისთვის რჩება 6,75% და პრინციპში შემცირებული არის ოდნავ იმასთან შედარებით, რაც იყო, ანუ საპროცენტო განაკვეთი ამ მომენტისთვის არა მხოლოდ სტაბილურია, ანუ არ იზრდება, არამედ მცირეოდენით შემცირდა. ზოგადად, შეგვიძლია თქვათ, სამუშაო ბაზარი სტაბილურ ვითარებაში არის. საჯარო სტატისტიკის მიხედვით 5-6% არის უმუშევრობა, რაც საკმაოდ დაბალი არის ზოგადად, თუმცა რამდენად სანდო არის ეს მონაცემები, რჩება მნიშვნელოვან საკითხად აზერბაიჯანში სტატისტიკის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და არა მხოლოდ აზერბაიჯანში, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული სტანდარტები არ არის მაღალი, რბილად რომ ვთქვათ. გარდა ამისა, პრინციპში ასევე უნდა გაგიზიაროთ, რომ აზერბაიჯანული ვალუტა, ანუ აზერბაიჯანული მანათი რჩება 1,7-ის მაჩვენებელზე სტაბილურად, ანუ მიბმული არის დოლარზე, ამერიკულ დოლარზე და ეს ხდება რეალურად ნავთობის რეზერვების და შესაძლებლობების წყალობით, ანუ არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის კურსი და არის მიბმული კურსი. ესეთი ფუფუნება აქვს მხოლოდ ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს, ისიც ფაქტი არ არის, რომ ხანგრძლივი შეიძლება იყოს ესეთი პოლიტიკა ზოგადად. გააჩნია ქვეყანას, გააჩნია მის შემოსავლეს და ასე შემდეგ. ფისკალურ პოლიტიკას თუ შევეხებით, ვნახავთ, რომ რეალურად აზერბაიჯანში პროფიციტი არის ფისკალური, დაახლოებით 3,6% მშპ-ი პროფიციტური აქვს, ანუ რეალურად ბიუჯეტი საკმაოდ დაბალი არის აზერბაიჯანის მთავრობის საგარეო ვალი
ეს 22-23% არის MŠP-ი და პრინციპში გადაფარული არის ეს ვალი ნავთობის მოპოვებით, ანუ აქედან შეუძლია გადაიხადოს ის ხარჯები, რომელიც ჰქონდა. გარდა ამისა, ასევე უნდა შევეხოთ ენერგეტიკის სფეროს. აზერბაიჯანში ენერგეტიკული სფერო რჩება ყველაზე მსხვილი, რა თქმა უნდა, და 25 წელს პრინციპში ქონდა ოდნავი კლება ნავთობის მოპოვებაში. ნავთობის მოპოვება დავარდა, შემცირდა დაახლოებით 3%-ით, პირველ ნახევარში წლის, მეორე ნახევრის მონაცემები ჯერ არ გაგვაჩნია. და შეგვიძლია ვთქვათ, ეს გამომდინარეობს აზერიჩირაკ გიუნეშლი, ესე იგი, მოპოვების ადგილის, ნავთობის მოპოვების ლოკაციის დაძველებული უკვე ტექნიკური შესაძლებლობებით და საერთოდ ამოწურვადი არის ნავთობის რესურსები, ასე რომ კლებულობს პრინციპში. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ემორჩილება OPEC+-ის საერთაშორისო ლიმიტებს ნავთობის მოპოვებაზე და ამიტომ რეალურად დიდად არ ზრდის და არ შეუძლია გაზარდოს ნავთობის მოპოვება. ნავთობის ექსპორტს რაც შეეხება, ძირითადი ბაზარი აზერბაიჯანული ნავთობისთვის რჩება იტალია და შესაძლებლობა აქვთ, რომ გაიტანონ იტალიაში სწორედ საკუთარი ნავთობი. გაზის პროდუქცია და გაზის, ესე იგი, წარმოება, შეიძლება მოპოვება და წარმოება შეიძლება ასე ითქვას, პრინციპში შეიძლება ვთქვათ სტაბილურია, ან მცირეოდენით გაიზარდა. აზერბაიჯანში წელს 24 წელს უფრო სწორად მოპოვება იყო 25 კუბური მეტრი, მილიარდი კუბური მეტრი 24 წელს და აქედან ნახევარი რეალურად გაყიდეს ევროკავშირში. ხოლო ეს მაჩვენებელი ასევე ვხედავთ, რომ პირველ 10 თვეში 2025 წლის იყო 20,6 მილიარდი კუბური მეტრი. და პრინციპში თუ შევადარებთ, გამოდის, რომ წელს 25 მილიარდამდე ისევ ავლენ ჩვეულებრივ. მიწოდება ამ მიმართულებით აზერბაიჯანული ეკონომიკის ძირითადად ხდება ასევე ევროპაში ტრანსადრიატიკული გაზსადენის მეშვეობით, რომლის როლი კიდევ უფრო იზრდება რუსული საწვავის ენერგომატარებლების მიმართულებით შემცირებული მოპოვების გამო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იზრდება სწორედ აზერბაიჯანის როლი და ევროპას მეტი გაზის მიღება სურს აზერბაიჯანიდან. გარდა ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული ცვლილებები ამ მიმართულებით შიდა, იმიტომ რომ თუ წინა წლებში საკმაოდ მაღალი იყო შემოსავალი ნავთობის და გაზის მიმართულებით, 25 წელს დავარდა ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად, შემცირდა, ასე ვთქვათ, და ამ ფასების შემცირების ფონზე ჩვენ ხედავთ, რომ აზერბაიჯანში ასევე ენერგეტიკული დივერსიფიკაცია რჩება ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაწილად ზოგადად ვითარების. რატომ? იმიტომ რომ პრინციპში აზერბაიჯანული გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მოიპოვება, მიდის საკუთარი ენერგეტიკული, ანუ ელექტროენერგიის სურვილის საჭიროების დაკმაყოფილებაზე და რეალურად არსებობს დღის წესრიგი, რომ აზერბაიჯანში მოხდეს ჩამოყალიბება სხვა სექტორების ენერგეტიკის, ანუ განახლებადი ელექტროენერგიის სისტემების, გულისხმობ მზის და ქარის ელექტროსადგურებს, რომლის მეშვეობითაც ის გაზი, რომელიც მიდის ესე იგი იმ მიმართულებით ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით აღარ დაიხარჯება მაგ მიმართულებით და დარჩება სუფთა გაზი, რომელიც შეგიძლია მიყიდო ევროპელებს მაგალითად. სწორედ ამიტომ საკმაოდ აქტიურად აზერბაიჯანში ცდილობენ განავითარონ, როგორც გითხარით, მზის და ჰაერის პროექტები. იმისთვის, რომ შეძლონ ესე იგი 2027 წელს
ევროკავშირში გაყიდონ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ანუ დღეს თუ აქვთ მთლიანი მოპოვება 25 და აქედან ევროკავშირში იყიდიან 12-ს, უნდა შეძლონ 20 გაყიდონ ევროკავშირში. რაც იმას ნიშნავს, რომ ის 5 უნდა ეყოთ დანარჩენ ბაზრებზე და შიდა ბაზარზე პრაქტიკულად. შესაბამისად, ჭირდებათ ჩანაცვლება თვითონვე გაზის აზერბაიჯანში და ძალიან საინტერესო პროცესი არის. თუ ვნახავთ სოფლის მეურნეობას, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირე განვითარება წინსვლა არის 5% დაახლოებით. განსაკუთრებით მცირე წინსვლა არის სოფლის მეურნეობაში 2-3%. აქ პრინციპში სტაბილურად ის, რაც კავკასიას ახასიათებს, არის ხილი, ბოსტნეული, სხვადასხვა ასევე მსგავსი მეცხოველეობასთან დაკავშირებული პროდუქტები და ასე შემდეგ, არაფერი განსაკუთრებული. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანული ნავთობის სექტორი ასევე მოიცავს პარალელურ, ანუ მარტო ნავთობს არა, ბენზინს, ცხადია, დიზელს, მაგრამ ასევე დაკავშირებულ სხვა პროდუქტებსაც, რაც უშუალოდ კავშირში არის ნავთობთან პრინციპში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანში ასევე ექსპორტისთვის აი ეს მეორადი ნავთობის პროდუქციაც ვითარდება და ამავდროულად ალუმინიუმიც ამასაც ავითარებენ როგორც საექსპორტო მასალას. გარდა ამისა, ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც მოქმედებს ბაქოსთან ახლოს, ახლა უკვე პრაქტიკულად ძალაში შევიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეცდება სწორედ ასეთი ლოგისტიკური ჰაბი გახდეს გარკვეულწილად იმისთვის, რომ შეძლოს არანავთობის სფეროს განვითარებაც აზერბაიჯანში. პრინციპში სერვისები აზერბაიჯანულ MŠP-ში 40% არის, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი არის ზოგადად და დინამიურად ვითარდება პანდემიის შემდეგ. და აზერბაიჯანში ცდილობს აზერბაიჯანი, რომ არანავთობის სექტორი განსაკუთრებულად აქტიურად განავითაროს. ტრანსპორტ-ლოგისტიკური მიმართულებით ძირითადი პროექტი აზერბაიჯანის ფარგლებში არის ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, რომელიც ევროპას და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული ტრანზიტის გარკვეული ნაწილი, ანუ რაც რუსეთის გავლით მიდიოდა, ეხლა გადამისამართებულია აზერბაიჯანზე და ამ მიმართულებით ჩვენ რა თქმა უნდა ვხედავთ ბაქო-თბილისი-კარსის რკინიგზის გარკვეულ დაწვირთვასაც და ინტერესაც ამ მიმართულებით და ბაქოს პორტის განვითარებას კიდევ უფრო, ანუ გაფართოვებას. აზერბაიჯანში ტურიზმსაც ყურადღებას აქცევენ და ცდილობენ განავითარონ ახლა ტურიზმი, თუმცა დიდი, ასე ვთქვათ, წინსვლა ამ მიმართულებით არ არის. გარდა ამისა, IT ტექნოლოგიები აზერბაიჯანში ვითარდება, თუმცა გაცილებით უფრო ნაკლებად ვიდრე საქართველოში და კიდევ უფრო ნაკლებად ვიდრე სომხეთში. 4-5%-ით არის დაახლოებით ზრდა ამ მიმართულებით, მათ შორის high-tech finance-ებს თუ შევხედავთ, იქაც არის გარკვეული ზრდა, თუმცა საკმაოდ მოკრძალებული. ზოგადად თუ შევაფასებთ, ესე იგი, აზერბაიჯანში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილურობა არის ნამდვილად, მათ შორის ფასების სტაბილურობა, ინფლაციური სტაბილურობა, როგორც აღვნიშნე, ზრდის სტაბილურობაც, თუმცა ვხედავთ, რამდენად არასანდო არის ზოგადად ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკა. ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თქვენთან ერთად აზერბაიჯანის პირდაპირ ინვესტიციებზე აზერბაიჯანში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჯარო ინვესტიციები და პირდაპირ უცხოური ინვესტიციები დაახლოებით FDI-ები, ანუ 4,75 მილიარდი დოლარი არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, რაც 4,7%-ით მეტია ვიდრე წინა წელს. თუმცა ნავთობის და გაზის სექტორი ჯერ კიდევ პასუხისმგებელია FDI-ების, ანუ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების, foreign direct investments ქვია ასე, 78%-ის, ანუ რეალურად ხედავთ, რომ სულ 21% მოდის არანავთობ გაზის
სექტორზე ინვესტიციების, რაც თუ დავამგვალებთ, გამოვა რომ 5 მილიარდიდან დაახლოებით 4 მილიარდი მიდის გაზზე, ნავთობზე და დაახლოებით 1 მილიარდი მიდის არაგაზის და ნავთობის სფეროზე აზერბაიჯანულ ეკონომიკაში. პრინციპში აქაც 9%-ით არის ზრდა, ესე იგი არანავთობგაზის სფეროში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების. ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა არც ისეთი განსაკუთრებული მაჩვენებელია რეალურად. მთავარი ერთ-ერთი ინვესტიციის წყარო არის გაერთიანებული არაბული საამიროები და საუდის არაბეთი, სადაც საუბარია რეალურად ინვესტიციებში ქარის და მზის ელექტროსადგურებში, როგორც აღნიშნე, ეს რეალურად წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესს ზოგადად აზერბაიჯანში ამ მიმართულებით. და განსაკუთრებით საინტერესო სფერო ახლა აზერბაიჯანული ეკონომიკის, სადაც დიდი ინვესტიციები იდება, არის სპილენძი. სპილენძის მოპოვებაში განსაკუთრებით საინტერესო არის ეს, რას უკავშირდება. ეს ეწოდინება უფრო სპეციალისტებს ამ კონკრეტული დარგის, რა თქმა უნდა, თუმცა მთლიანად ეს ინფორმაცია მაინც მინდოდა რომ თქვენ გცოდნოდათ. ექსპორტი აზერბაიჯანული ეკონომიკიდან დაახლოებით 27-28 მილიარდი დოლარი არის, რაც რეალურად არის პრინციპში ოდნავ მეტი ვიდრე 24 წელს რაც იყო 26 მილიარდი. ანუ 1-2 მილიარდით მეტი არის ექსპორტი აზერბაიჯანიდან და 90% ამ ექსპორტის არის ნავთობის და გაზის ანუ ენერგომატარებლები რეალურად და აქედან გასაგებია ხო რა რიცხვებზე არის საუბარი. ძირითადი ეკონომიკური პარტნიორი, ესე იგი აზერბაიჯანის როგორც გითხარით, პირველ ადგილს იკავებს იტალია. 45% მთლიანი ექსპორტის აზერბაიჯანის მოდის იტალიაზე. მეორე ადგილზე არის თურქეთი, 14% ექსპორტის აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდის ისრაელი, საბერძნეთი და ინდოეთი, გარკვეული პროცენტებით ასევე. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანში ეს ექსპორტი აზერბაიჯანული მიდის ასევე თურქეთშიც, გარდა იტალიისა, როგორც უკვე აღნიშნე, და მათ შორის ტრანსანატოლიური ან გაზსადენის მეშვეობით. გარდა ამისა, არანავთობის ექსპორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ პლასტიკი არის, საკმაოდ ქიმიური სხვადასხვა ნაერთები, სოფლის მეურნეობა და მეტალები, 2.6 მილიარდი დოლარის ექსპორტი არის 9 თვის განმავლობაში, ცოტა მეტი იქნება, საბოლოო ჯამში 3 მილიარდამდე იქნება დაახლოებით. და ძირითადი ექსპორტი ეს გადიოდა რუსეთში და თურქეთში და ძირითადად ეს ეხება ხილს, ბოსტნეულს და ალუმინიუმს. საინტერესო არის, რომ აი ხილი ბოსტნეული რუსეთის მიმართულებით საკმაოდ აქტიურია. აზერბაიჯანის იმპორტი ამავდროულად დაახლოებით 18-19 მილიარდი დოლარი არის და 17 მილიარდი დოლარი იყო ერთი წლით ადრე. ანუ იმპორტიც 1-2 მილიარდი დაახლოებით გაზრდილია. ძირითადი იმპორტი მოდის ჩინეთზე, რუსეთზე და თურქეთზე. და პრინციპში თუ ვნახავთ რა ტიპის პროდუქცია არის, ეს არის მეტალები, ეს არის ძირითადად ხის პროდუქცია, საკვები რუსეთიდან 16%-იანი იმპორტის წილი გააჩნია რუსეთს, თურქეთიდან მოდის სხვადასხვა სამომხმარებლო ნივთიერება, რაც საქართველოში ძალიან აქტუალურია და დაახლოებით გესმით, რასაც გულისხმობთ და ასევე არის ევროკავშირი, საიდანაც მოდის სხვადასხვა ტექნიკა და ასე შემდეგ. საჭიროებები, რაც ჭირდება, თუმცა არც ერთი ევროპული ქვეყანა არ აქვს ისეთი წვლილი, როგორც ჩინეთ. ჩინეთზე მოდის 20%, როგორც გითხარით და ესე იგი დანადგარების და მოწყობილობების მიმართულება არის ძირითადი ჩინეთზე. აზერბაიჯანისთვის ასევე რეგიონალური კავშირები რჩება მნიშვნელოვან საკითხად, განსაკუთრებით თანამშრომლობა საქართველოს და თურქეთთან ლოგისტიკური მიმართულებით. ერთი მიმართულება არის საქართველოს გავლით თურქეთზე, მეორე მიმართულება არის საქართველოს გავლით შავ ზღვაზე და აზერბაიჯანი ამ მიმართულების განვითარების მიზნით ავითარებს ბაქოს საერთაშორისო ზღვის პორტს, ასე ქვია, სავაჭრო პორტს, იმისთვის რომ გაზარდოს შუა დერეფანში შესაძლებლობები თავისი
სავაჭრო. ამავდროულად სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის ნაწილი არის ასევე ვაჭრობის გარკვეული კომუნიკაციების ლოგისტიკური კავშირების გახსნა სომხეთზე, რომელიც მიზნად ისახავს ასევე ალტერნატიული გზების ჩამოყალიბებას თურქეთთან კავშირის მიმართულებით. აქ არის ორი რეალური პროექტი რკინიგზის, ერთი პროექტი რკინიგზის გაბალას, შემდეგ გაზახის მიმართულებით გადადის, ეხლა გადადის თბილისში, მაგრამ თბილისამდე პირდაპირ გადადის იჯევანში, დილიჯანში შემდეგ და ერევნის გავლით, გიუმრის გავლით მიდის კარსამდე. თუ მოხდება ამის აღდგენა, სომხეთს აქვს ეს გადაწყვეტილება უკვე და ეს არის ერთი უკვე არსებული რკინიგზა, იქ რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთები არის აღსადგენის საზღვრებზე. მეორე საკითხი არის გზა, რომელსაც ქვია ტრამპის მარშრუტი, ტრიპი, რომელიც გადის ყველაზე სამხრეთ ნაწილში, მდინარე არაქსის ჩრდილოეთ ნაწილში, მეღრის რეგიონში, სომხეთის სიუნიქის რეგიონში, რომელსაც აზერბაიჯანი სხვანაირად უწოდებს. თუმცა იქ მთელი დავა იყო იმაზე, რომ ასე არ უნდა უწოდოს და ასევე მთელი დავა იყო იმაზე, რომ ამას დერეფანი ან კორიდორი არ უნდა ერქვას და ამიტომ ქვია ტრიპი, ანუ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და განვითარებისთვის. ის გზაც როცა და თუ გაიხსნება და როცა გაიხსნება უფრო გადაწყვეტილი ჩანს ეგ ამბავი, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ლოგისტიკური მიმართულება. ამავდროულად ირანის ნაპირზეც შენდება გზა, რომელსაც არაზის დერეფანი ქვია. არაზ ასე უწოდებენ მდინარე არაქს აზერბაიჯანელები, ამიტომ და ირანელებიც, ამიტომ ასეთ სახელწოდება აქვს. რეალურად ანუ ეგ მიმართულება საკმაოდ საინტერესო არის კავშირების, იმიტომ რომ აზერბაიჯანს უნდა ნახიჯევანთან კავშირში იყოს და ნახიჯევანი შეგახსენებთ, რომ პირდაპირ სახმელეთო კავშირი გააჩნია ნახიჯევანს და თურქეთს. ძირითადი რისკები აზერბაიჯანული ეკონომიკის უკავშირდება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებას ნავთობზე და გაზზე. უზარმაზარი დამოკიდებულება არის, თუ შემცირდება მოპოვება, შეექმნება სერიოზული რისკები აზერბაიჯანულ ეკონომიკას. გარდა ამისა, თუ ფასები შემცირდება, იგივე პრობლემა შეექმნება აზერბაიჯანულ ეკონომიკას. გეოპოლიტიკური პრინციპში საკვანძო საკითხი რჩება და წინასაც განვიხილეთ აზერბაიჯანის რუსეთის ურთიერთობები, აზერბაიჯანის ირანის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია ორივე და რა თქმა უნდა აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები ისტორიულად ძალიან რთულია, ახლა თუმცა სხვა ფაზაში არის, შერიგების და მშვიდობის ფაზაში, თუმცა რა თქმა უნდა ეგეც რჩება გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სირთულედ რეალურად. მართლობას რაც შეეხება საკმაოდ სერიოზული საუბრებია სხვადასხვა ანგარიშებში სტრუქტურულ პრობლემებზე აზერბაიჯანულ ეკონომიკაში, კერძოდ ადამიანური კაპიტალის განვითარების დაბალ დონეზე, სხვადასხვა ესე იგი კერძო სექტორსა და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის პრობლემებზე, იმაზე რომ სახელმწიფო დომინირებს მათ შორის კერძო სექტორში, კორუფციის სერიოზულ პრობლემებზე არის საუბარი სხვადასხვა მიმართულებით და ზოგადად მონოპოლიური პრაქტიკებით და ასე შემდეგ. არ ჩაუღრმავდები, მაგრამ სხვადასხვა კვლევები აჩვენებენ, რომ ეს ურთულესი პრობლემაა. რაც შეეხება ეკოლოგიურ საკითხებს, პრინციპში შეგვიძლია თქვათ, რომ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემებიც არის აზერბაიჯანში, რომელიც უკავშირდება ბუნებრივად ნავთობის და გაზის მოპოვებას, პრინციპში აფშერონის აი ამ ნახევარკუნძულთან დაკავშირების, სადაც გარკვეული აღდგენითი სამუშაოები ჩასატარებელი არის. პრინციპში შეგვიძლია თქვათ, რომ აზერბაიჯანში იზრდება ასევე წყლის რესურსების პრობლემების საკითხი და ეს გასათვალისწინებელი არის პრინციპში, იმიტომ რომ ბევრი საკითხი არის წყალთან უშუალოდ დაკავშირებული, მათ შორის იქ. მათ შორის კასპიის ზღვის მდგომარეობაც სერიოზული საკითხი რჩება და პრობლემა, ეკოლოგიური მდგომარეობა. კლებულობს კასპიის ზღვა და რამდენად შეიძლება მისი აღდგენა ან შენარჩუნება არ ვიცით, გვაქვს ცუდი მაგალითი რეგიონში, როგორიც არის ურმია ტბის გაშრობა ირანში პრაქტიკულად და
ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური პრობლემები ასევე რჩება მაღალი. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ინფლაციის რისკები რჩება აზერბაიჯანში, ვალუტის უცებ კურსის შეცვლის ალბათობა დაბალია, თუმცა არსებობს, ანუ აი ეხლა არის ფიქსირებული კურსი. ფიქსირებული კურსი ერთხელ უკვე გააკეთეს, როცა უცებ შეცვალეს, ანუ ახალი ფიქსირებული კურსი დაამკვიდრეს, მაგრამ ისევ სტაბილურად, ეხლა რაც არის ეგ კურსი და არ არის გამორიცხული პრინციპში, თუ განსაკუთრებით ნავთობზე ფასები კიდევ წაბა ქვემოთ. მაგ ვითარებაში კი შეიძლება მოუწიოთ აი ამ და ფიქსირებული კურსის შეცვლა. პრინციპში საინტერესო რაც არის და რაც მინდა რომ შევადაროთ, არის ასევე მოსახლეობის და სტატისტიკური მაჩვენებლები სამ კავკასიურ ქვეყანას შორის, სამხრეთ კავკასიური. ეს არის მოსახლეობა 10,2 მილიონი ადამიანი არის აზერბაიჯანში უკვე მოსახლეობა, საქართველოში 3,7, სომხეთში 3 მილიონი. მშპ პრინციპში თუ შევადარებთ, ასევე ყველაზე დიდიდან ყველაზე პატარაზე წავალ, მშპ 74,4 მილიარდი არის აზერბაიჯანში, 33,8 მილიარდი არის საქართველოში და 26 მილიარდი დოლარი არის სომხეთში. ხედავთ, რომ აქ როგორი განლაგება არის. მაგრამ თუ ერთ სულ მოსახლეზე დავთვლით მშპ-ს, მაშინ პირველ ადგილს იკავებს საქართველო 9,100 დოლარით ერთ სულ მოსახლეზე, მეორე ადგილს იკავებს სომხეთი 8,500 დოლარით ერთ სულ მოსახლეზე და მესამე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი 7,300 დოლარით ერთ სულ მოსახლეზე. მშპ ზრდა 2025 წელს 7% საქართველო, 5,2% სომხეთი, 1,9% აზერბაიჯანი. ინფლაციური მაჩვენებლებით პირველ ადგილზე არის აზერბაიჯანი 4,6%, 3,5% ინფლაციის ზრდა საქართველოში და 3% ინფლაციური ზრდა სომხეთში. უმუშევრობას რაც შეეხება სტატისტიკას ოფიციალურს, თუმცა ნაკლებად სანდო არის, მაგრამ მაინც გეტყვით, 5% არის აზერბაიჯანში, 14% სომხეთში და საქართველოში. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, პრინციპში მშპ-ს მიმართულებით, აზერბაიჯანში არის მხოლოდ პროფიციტი 4%, სომხეთში და საქართველოში 5% დეფიციტი არის ამ მიმართულებით პრინციპში. და რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანული ეკონომიკა პრინციპში იმყოფება აი 25 წელი რომ ავიღოთ კონკრეტულად, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ძალიან წარმატებული წელი იყო აზერბაიჯანული ეკონომიკისთვის, ამავდროულად ვერ ვიტყვით, რომ ძალიან მძიმე წელი იყო, მაგასაც ვერ ვიტყვით, სტაბილური უფრო წელი იყო დაახლოებით, თუმცა გარკვეული ჩავარდნებიც ჰქონდათ და პრინციპში გასათვალისწინებელი არის ერთი ფაქტორი. თუ ერთ სულ მოსახლეზე აზერბაიჯანში მოვაშორებთ მათ ეკონომიკიდან, მშპ-დან, ნავთობის და გაზის შემადგენელს, ძალიან დაბალი მშპ აქვთ ერთ სულ მოსახლეზე. რაც ბევრის მანიშნებელი არის, ანუ ისედაც ძალიან დაბალი აქვთ. ანუ საქართველოს და სომხეთს გაცილებით მეტი აქვთ, მაგრამ მოსახლეობა გასაგებია იქ რომ უფრო მეტია, მაგრამ იქ არის ნავთობი და გაზი და ეხლა ჩვენ თუ ვაღწევთ ამ მშპ-ს დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები მოსახლეობით ერთ სულ მოსახლეზე და აზერბაიჯანი თუ მოაშორებ ნავთობის და გაზის მაჩვენებელს, იქ ძალიან დაბალი ერთ სულ მოსახლეზე მშპ გამოდის და აქ უკვე სხვანაირ კონკურენციაზე ჩდება კითხვა, რომ რანაირად ახერხებს აზერბაიჯანი ასეთი დაბალი მაჩვენებელი კონდეს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის პრინციპში სავარაუდოდ ეს გამომდინარეობს სოფლის მეურნეობაში დიდი ჩართულობით, საიდანაც მშპ-ს წვლილი არ ძალიან პატარა და არაეფექტურად გამოდის მოსახლეობის ჩართულობა, ანუ ურბანიზაციის დაბალი დონეც ზოგადად და მაგიტო ეკონომიკის სტრუქტურა არის დაახლოებით დამოკიდებული ძირითადად აი ამ ნავთობის და გაზის ექსპორტზე და იქედან მიღებულ შემოსავალზე. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, გთხოვთ რომ კომენტარებში დაწეროთ თქვენი აზრი
თუ დაგაინტერესათ ასეთი ფორმატით მსჯელობა თუ გაინტერესებთ, ამ, და ეს საკითხი, ანუ ეკონომიკების შეჯამება 2025 წლისთვის, გთხოვთ ასევე დაწეროთ კომენტარებში და გავითვალისწინებთ და დანარჩენ ქვეყნებზეც, როგორც გითხარით, მსგავს ანგარიშს მოვამზადებთ თქვენთვის და განვიხილოთ. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.